ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული გამოწვევები, პრობლემები და პრიორიტეტები. ამ მიმართულებებზე ისაუბრა დღეს პარლამენტში უწყების ხელმძღვანელმა რევაზ სოხაძემ. მან პრობლემად პროექტების დაგეგმვის და განხორციელების სუსტი სისტემა დაასახელა. აქცენტი გაკეთა პროექტების შესრულების დაბალ ტემპზე, პროცესის შეჩერებაზე, გადაცილებაზე და ხარისხზე. რევაზ სოხაძის განცხადება გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა გამბედავ ნაბიჯად შეაფასა. მათი თქმით, მინისტრის განცხადება წინა ხელმძღვანელობის კორუფციულ საქმიანობას ამხელს. პარტია საქართველოსთვის წევრების საპასუხოდ რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მისი გუნდი პრობლემებზე საუბარს არ გაურბის და კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე სახელმწიფოა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდში სისტემური რეფორმის დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება, თქვა, რომ წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, ასევე სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას. 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. პრობლემებში გულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთგზის ხარისხის პრობლემას და ასე შემდეგ. ქალაქებისა და კურორტების განვითარების 330 მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო 174 მილიონი ლარის ავანსი. ასევე კომპანიას რა თქმა უნდა არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიის მთლიანი პორტფელი შეადგენდა 452 მილიონს შეადგენს და აქედან ავანსის სახით გაცემული იყო 155 მილიონი, მეორე შემთხვევაში 400 მილიონიანი პორტფელის მქონე კომპანიაზე 154 მილიონიანი ლარის ავანსი. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4 მილიარდ 200 მილიონის პროექტებს მართავს, სამუშაოების ვადაგადაცილება და შესრულების დაბალი ტემპი, 135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული. კონტრაქტორი კომპანიების გადატვირთვა ერთდროულად რამდენიმე პროექტით, ხარვეზების საპროექტო დოკუმენტაციაში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა დამატებით კორექტირების აუცილებლობას, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში, მომსახურებების დაბალი ხარისხი გზების მოვლა შენახვის მიმართულებით. წყალმომარაგების კომპანიაში ძირითადი გამოწვევები იყო სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილების პრობლემა და ეს თითქმის ყველგან გვაქვს. შესავალ სიტყვაში ფაქტობრივად აღიარეთ და დაადასტურეთ, რომ ჩაიბარეთ კორუმპირებული სამინისტრო. ის პრობლემები, რაზეც თქვენი საუბრეთ, ხარისხი, ვადები, მონიტორინგი, არამიზნობრივი ხარჯები და ასე შემდეგ, სხვა არაფერია თუ არა, სწორედ კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა დამეთანხმებით. ეხლა ჩვენ გვესმის, რომ ეს შეფასება სცილდება ინტერპელაციის ფორმაც და ამიტომ იმ ყველაფერზე, რაც თქვენ ისაუბრეთ, სახელი ბოლომდე არ დაარქვით, მაგრამ ფაქტები აღწერეთ. ჩვენ ამ ნაწილში თქვენ სამინისტროსთან მიმართებით ოცნების როგორც მმართველი ძალის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს მოგვიანებით შესაბამის ფორმატებში დაუბრუნდებით. თუ ვინმეს დღეს შეუძლია კორუფციაზე თავაწეულმა ისაუბროს, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დღევანდელი ხელისუფლება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან წელში გამართულები ვართ. კონკრეტულ კვალიფიკაციას ესა თუ ის ქმედება არის, არ ვიცი, უბრალოდ უპასუხისმგებლობა, გულგრილობა თუ რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი, ამაზე კვალიფიკაციას ახდენს შესაბამისი სტრუქტურები და ამ მიმართულებითაც მგონია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი რამ კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. შესაბამისად, თუ ბოდიშის მოხდით, მაგრამ თუ ეს რაიმე ფორმით ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი, ვერანაირად ვერ მივიღებთ ჩვენს თავზე. მე მოუწოდებდი თქვენ სამინისტროს რომ გააძლიეროთ კონტროლი ხარისხის გაზრდის მიმართულებით. მე ვიცი, რომ სამინისტროში არის ძალიან რთული მექანიზმები ამ მიმართულებით, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ ამ მექანიზმების სრულყოფისათვის და ასევე გავითვალისწინოთ ევროკავშირის და სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, რომელიც არსებობს ხარისხის კონტროლის და ხარისხის მონიტორინგის თვალსაზრისით და ასევე გამჭვირვალობის მიმართულებით. ყველა გაკირვებული ვართ იმით, რომ ამ სისტემაში შემავალ ყველა აიფში, სიფში, შეპესეში თუ საქვეუწყებო დაწესებულებებში რაღაცნაირად კორუფციის, ასე ვთქვათ, ბუნაგები გაჩნდა.
რა გახდა იმის მიზეზი, რომ ნეპოტიზმით, კრონიზმით, სისტემური თუ ორგანიზებული კორუფციის ფორმებით თუ აღებმიცემობით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივი დანიშნულების ობიექტები ზოგი გაჩერდა, ზოგი ჩავარდა, ზოგი კიდევ საერთოდ მიტოვებული იქნა. კორუფცია თუ არ მოსპეთ, არაფერი არ გამოვა და თქვენი უწყება ვერასდროს ვერ დაიბრუნეს იმ დიდ და საიმედო სამინისტროს სახელს, რაც ამ ინსტიტუციას რეგიონებისთვის, რეგიონში ცხოვრები მოსახლეობისთვის, რეგიონის ხელმძღვანელებისთვის, პარლამენტის დეპუტატებისთვის და რაც თავარია სოფლის მოსახლეობაში შექმნის დღიდან ჰქონდათ და გააჩნდათ. იმ ძალიან მაგარ პროექტებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, რომელიც კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე იხსნება და ამის პრეზენტაციას ხედავთ, აი ამ ყველაფერთან აუცილებელია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და რეალურად იმ პრობლემებზე, რომელიც არის სხვადასხვა მიმართულებით. და დღეს ეს ყველაფერი შედგა. და ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. და ეს არის ძალიან სწორი პრაქტიკა. თორემ ჩვენ გვიყურებს საზოგადოება. დიდი მადლობა იმ ამომწურავი პასუხებისთვის. იმ მიდგომებისთვის, რომელი მიდგომების თქვენ გაქვთ სამინისტროში